აი ეხლა კი მე მგონი მართლა დამერხა. Ჩემო უახლოესმა გარემოცვა მისის მხოლოდ რომ დაახლოებით 2 წელია მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, დისერტაციაზე, რომელსაც სწავლის პარალელურად ვაკეთებდი და ეხლა ზუსტად 1 კვირის წინ დავამთავრე პაციენტების მიღება და პრობანდების ამ კონკრეტულ კლინიკურ კვლევაში ჩართვა და მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ დღევანდელი შეხვედრით პროფესორთან მივხვდი რომ ყველაფერი მე მგონი ეხლა იწყება. რაც მთავარია, სანამ ამ ყველაფერს მოგიყვებით, არ დაგავიწყდეთ რომ პირველადი დახმარების კურსი სექტემბერში, როგორც გითხარით, აუცილებლად ჩატარდება. მონაწილეობის მიღებისთვის კი აუცილებელია რომ გამოიწეროთ ჩემი Instagram და YouTube არხები და რაც მთავარია, ახალ დადებულ ვიდეოებზე დააკომენტაროთ #პირველადი დახმარება. რაც უფრო მეტ ვიდეოზე იქნება თქვენი კომენტარი, ეს უფრო გაგიზრდით იმის შანსს, რომ მოხვდეთ ამ ტრენინგში და ერთად საინტერესო საღამო გავატაროთ. ეს კლინიკური კვლევა არის ანესთეზია რეანიმაციის მიმართულებით, კონკრეტულად კარდიოინტენსიური პაციენტებს და მათში კონკრეტული ბიომარკერების განსაზღვრას ეხება. ამაზე თუ დაინტერესდებით, შემიძლია უფრო კონკრეტული ვიდეოც ჩავწერო მოგვიანებით. არადა საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოვასწრო დაახლოებით 4 თვეში, რადგან 4 თვეში გადავდივარ საერთოდ სხვა კლინიკაში და სხვა ქალაქში. არქ შემთხვევაში უკვე დასრულებული და დაწერილი უნდა მქონდეს. მაგრამ თქვენ რატომ გიყვებით ახლა ამ ყველაფერს? პირველ რიგში იმიტომ, რომ თანდათან გიზიარებთ ხოლმე ჩემი ცხოვრებიდან პროფესიულ სიახლეებს. მეორეს მხრივ კი, რა თქმა უნდა, შემდეგი 4 თვე გაცილებით უფრო ნაკლები დრო მექნება იმისთვის, რომ ჩემს სოციალურ აქტივობას YouTube-ს და სოციალურ გვერდებს მივხედო და ამისთვის მინდა რომ გთხოვოთ, რომ ყველა ვიდეოზე რომელიც დაიდება, შეგნებულად, იაქტიუროთ, გამოიწეროთ, გადააზიაროთ, დაალაიქოთ და დაწეროთ კომენტარები, რომ ეს ჩემი მხრიდან დროის დანაკლისი არ აისახოს ნეგატიურად ჩვენს არხზე და მაინც გავაგრძელოთ განვითარება. თანდათან ვეცდები რომ ამ სადოქტოროს წერის პროცესიც გაგიზიაროთ, მოგიყვეთ რა სირთულეებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, როგორ უნდა მიუდგე ადამიანი რომ ეს ყველაფერი თანდათან დაძლიო. ეხლა კი ნელ-ნელა უკვე დროა რომ მე მგონი სახლისკენ მივიდიოდე და ლიტერატურას ვკითხულობდე რომ რამენაირად დავიწყო ეს პროცესი.